16-დღიანი აქტივიზმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ძალადობის შედარებით ახალ ფორმას, რომელსაც ქვია ტექნოლოგიებით ჩადენილი გენდერული ძალადობა და აქ მოვიაზრებთ ასე ვთქვათ, ტექნოლოგიების ცოტა უფრო ბნელ მხარეს, რომელიც იმ რისკებს ასახავს, რომელიც როგორც წესი დაკავშირებულია ხოლმე ციფრულ სივრცეში მოწყობილობების გამოყენებასთან, ინტერაქციასთან და ასე შემდეგ. ციფრული ძალადობა ფაქტობრივად ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ის სტერეოტიპები და ნორმები, ის დისკრიმინაციული დამოკიდებულებები, რომელიც ფიზიკურ სამყაროში არსებობს, თავისთავად პოვებს გამოვლინებას უკვე ციფრულ სივრცეში. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ხსნით ლეპტოპს, ვიყენებთ ჩვენს ანგარიშებს ან თუნდაც ტელეფონს პასუხობთ, ეს მარტივი ქმედებები შეიძლება ძალიან დიდი რისკის შემცველი აღმოჩნდეს, როდესაც მოძალადეები ამ ქმედებებს იყენებენ ხოლმე ვინმეს შევიწროების ან რეპუტაციის დაზიანების მიზნით. ციფრული ძალადობა შესაძლოა ჩადენილი იქნას ერთი ადამიანის მიერ ან ჯგუფური ძალადობის ფაქტით შესაძლოა მოხდეს და მას ახასიათებს ძალიან ფართო გამოვლინება, იმიტომ რომ გლობალური სტატისტიკა გვეუბნება, რომ ქალების 85% ან შესწრებია, ან თავად გამოუცდია ონლაინ ძალადობა, ხოლო დაახლოებით 40%-ს პირადად აქვს გამოცდილი საკუთარი ფოტოების, ვიდეოების უნებართო გამოყენება. და შესაბამისად ციფრული ძალადობის ერთ-ერთი ფორმაც წარმოადგენს ჩვენი სხეულის გამოსახულების უნებართო გამოყენებას, ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც როგორც წესი მიმართულია ვინმეს რეპუტაციის დაზიანების ან შანტაჟის მიზნით. და ხშირ შემთხვევაში ციფრულ ძალადობას ასევე ახასიათებს სიძულვილის ენაც, რომელსაც საფუძვლად უდევს გარკვეული ნიშანი და ამ შემთხვევაში ეს როგორც წესი უფრო არის ხოლმე მიმართული ქალების და გოგოების მიმართ და შესაბამისად ამ ტერმინს უფრო ფართო გაგებით ვიყენებთ ტექნოლოგიებით ჩადენილ ციფრულ ძალადობას. და ამაში არ მოიაზრება მხოლოდ ონლაინ სივრცეში ჩვენი აქტიურობა, რომელიც შესაძლოა იყოს სოციალურ ქსელებში, არამედ ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული ვინმეს გადაადგილების ან თვალთვალის მიზნით, მაგალითად ისევე როგორც არის GPS ტრეკერები. ქალბატონი მარიკა, საუბრის დასაწყისში თქვენ ახსენეთ, რომ ციფრული ძალადობა არის ძალადობის ერთგვარი ახალი ფორმა. როგორია ამ შემთხვევაში მოსახლეობის ცნობიერება? რამდენად აქვთ მათ აი ამის შესახებ საჭირო და საკმარისი ინფორმაცია, რომ ისინი არიან ციფრული ძალადობის მსხვერპლი და აქვე გკითხავთ აი ამ თემასთან მიმართებით, რამდენადაც ვიცი, გუშინ ძალიან საინტერესო ღონისძიება გქონდათ, ერთგვარი პერფორმანსიც მოაწყეთ და აი ამის შესახებაც რომ გვიამბოთ. ციფრული ძალადობა ნამდვილად ახალი ფორმა გახლავთ, თუმცა საზოგადოების ცნობიერება საკმაოდ დაბალია ამ პრობლემასთან მიმართებაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ მას არ აქვს ფიზიკური გამოვლინება, როგორც ტრადიციულ ფორმებს გენდერული ძალადობის, იმიტომ რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში უფრო მარტივია ხოლმე იდენტიფიცირება, თუ ჩალურჯებულ თვალს საზოგადოება უფრო მარტივად ხედავს, ციფრული ძალადობის შემთხვევაში ის ემოციური, ფსიქოლოგიური თუ მენტალური წნეხი, რასაც ადამიანი გადის შევიწროების დროს, შედარებით უფრო ნაკლებად ჩანს. შესაბამისად, ჩვენი კამპანია ზუსტად აი ამ სლოგანს ემსახურება, რომ ჩვენ სახელი დავარქვათ ციფრულ ძალადობას და ხაზი გავუსვათ იმას, რომ ის ისეთივე რეალურია, როგორც ფიზიკურ სივრცეში არსებული ძალადობა და ეს კამპანია შეახსენებს ადამიანებს იმას, რომ ჩვენ ისევე უნდა ვიყოთ დაცული ციფრულ სივრცეში, როგორც ფიზიკურ სივრცეში ვართ. და საინტერესოა ისიც, რომ საზოგადოებას ავიწყდება ის, რომ ხშირ შემთხვევაში მუსიკალურ ნაწარმს, ნახატს, კორპორატიულ ლოგოს, რომელსაც ავტორო უფლებები იცავს, უფრო მეტად არის დაცული ციფრულ სივრცეში, ვიდრე ადამიანის სხეული. საკმაოდ პარადოქსულია რა. და შესაბამისად ეს კამპანიაც აი ესეთი პროვოკაციული კითხვით ცდილობს დააფიქროს საზოგადოება, რომ რამდენად სამართლიანია ის, რომ ჩვენ უფლებებს, ჩვენ საკუთარ გამოსახულებას ვერ ვიცავთ ციფრულ სივრცეში და ამით ცდილობთ, რომ საზოგადოება დავაფიქროთ, ასევე დავაფიქროთ პოლიტიკის შემქმნელები იმაზე, რომ უნდა არსებობდეს შესაბამისი საპასუხო სტრატეგიები და ასევე დავაფიქროთ ის სეგმენტი, რომელიც ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწეობს, რომ მოხდეს ტექნოლოგიების უფრო ეთიკური გამოყენება, სადაც ადამიანების უსაფრთხოება და პირადი ინფორმაცია ბევრად უფრო მეტად იქნება დაცული. თქვენი დაკვირვებით, ვინ არის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი აი ამ ციფრული ძალადობის? ვის შეიძლება შეეხოს ეს? ციფრული ძალადობა შეიძლება შეეხოს ყველას, ვინც იყენებს ან არ იყენებს ტექნოლოგიებს. თუმცა, რა თქმა უნდა,
არსებობს უფრო მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფები, მათ შორის არიან ქალები და გოგოები, იმიტომ რომ ძალადობის ამ ფორმას აქვს ხოლმე შედარებით სექსუალიზებული ხასიათი და უფრო არაპროპორციულად მოქმედებს გოგოებზე და ქალებზე. მოზარდი გოგოები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია, განსაკუთრებით ასევე ჩვენ სტატისტიკაც გვიჩვენებს ამას, რომ გოგოები, რომლებიც იყენებენ ტექნოლოგიებს, დაახლოებით 65% მათგან გამხდარა გარკვეული ტიპის ძალადობის მსხვერპლი ციფრულ სივრცეში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს არის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე სეგმენტი. ასევე საინტერესოა ისიც, რომ საჯარო სივრცეში მოასპარეზე ქალები კიდევ უფრო დიდი დარტყმის ქვეშ არიან. აქ მოიაზრება როგორც მაგალითად პოლიტიკოსი ქალები, ასევე ჟურნალისტები, კონტენტის შემქმნელები, რომლებიც ყოველდღიურად იყენებენ ტექნოლოგიებს პროფესიული მიზნებისთვისაც მათ შორის. და რასაკვირველია, ვერ გამოვტოვებთ განსაკუთრებული საჭიროებების და მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის LGBT ადამიანებსაც, რომლებიც განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ არიან ციფრული ძალადობის კუთხით. როგორია საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში რამდენად გვაქვს საკმარისი სამართლებრივი მექანიზმები ციფრული ძალადობის წინააღმდეგ და აქვე გკითხავთ აი ამ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებშიც აი ამ ციფრული ძალადობის გარდა კიდევ რა არის ის მთავარი გამოწვევა, რომელსაც ქალები აწყდებიან დღეს ძალადობის მიმართულებით? მსოფლიოს მასშტაბით ეს არა მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, არამედ მსოფლიო ცდილობს, რომ დაუპირისპირდეს ციფრული ძალადობის განსხვავებულ ფორმებს. ჩვენ ვხედავთ პრაქტიკას, როდესაც ქვეყნები იწყებენ კანონმდებლობის რევიზიას იმისთვის, რომ კანონმა დაინახოს ძალადობის ციფრული განზომილება და მოარგოს საპასუხო სტრატეგიები იმისთვის, რომ უფრო უკეთ იყვნენ დაცული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები, რომლებიც მსხვერპლებს წარმოადგენენ ძალადობის ამ ფორმის. საქართველოშიც ჯერჯერობით ჩვენი კანონმდებლობა ხედავს მხოლოდ გენდერული ძალადობის ტრადიციულ ფორმებს და ციფრულ განზომილებას ვერ აღიქვამს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კანონმდებლობის გადააზრება იმისთვის, რომ აღიარებული იქნას ეს ფორმა, როგორც ძალადობის ცალკე მდგომი ფორმაც. 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ეს ჩვენი კამპანიაც Body Right, რომელიც შეახსენებს ყველას, რომ ციფრული ძალადობა არის რეალური და ეს ძალიან კრეატიული ფორმით გუშინ წარმოადგინეთ საზოგადოებასთან, სადაც მოვიშველიეთ საქართველოში მომხდარი რეალური ფაქტები, რომლებიც პირველ წყაროა იმის თუ რა ტიპის გამოცდილებასთან შეიძლება გქონდეს საქმე და თამთამელაშვილის დახმარებით, რომელმაც დაწერა ეს მონოლოგების სახით, გავაცანით საზოგადოებას და კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ის ემოციური წნეხი, რომელსაც ქალები და გოგოები გადიან, როდესაც ამ ძალადობას უპირისპირდებიან. და ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რომ ციფრული ძალადობა ძალიან მჭიდროდ არის კავშირში ძალადობის სხვა ტიპის ფორმებთანაც და ის, რა თქმა უნდა, მომდინარეობს უთანასწორობიდან, რასაც დღეს ყოველდღიურად ვაწყდებით და ამით მინდა ისიც შევაჯამო, რომ ციფრულ ძალადობასთან ერთად ყოველდღიურობაში ჩვენ კვლავ გვაქვს გამოწვევა ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მით უმეტეს, როდესაც საზიანო პრაქტიკები, ისეთი როგორც ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნის სქესის შერჩევა ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოში.